იკეთება არჩევნები დასრულებულია დაახლოებით წლის მანძილისთვის იგეგმება ასე ვთქვათ მანჩეობა საერთო რაოდენობა მონაწილეობის თვალსაზრისით ამის შესახებ უკვე აქტიობის შესახებ თვითონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართება ბრიფინგი და შეიძლება ითქვას რომ არჩევნების შედგა ვინაიდან რაიმე სერიოზულ დაბლობაზე საუბარი არ არის როგორც უმრავლესობა აცხადებს ისინი მიიღებენ იმ შედეგებს რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს და ასევე მოუწოდებენ იგივეს მოუწოდებენ პოლიციას. Taková შედეგები თეატრის წინააღმდეგობა ეზიპოლის მონაცემებით თეა. მოგესალმებით, ზუსტად საათი და რა თქმა უნდა ყველა ეს ეზიპოლის ტელეკომპანიების გამორიცხული ისეთ ადგილად შვიდის ნახევრისთვის გამოკითხულ ამომრჩეველთა შედეგებს გულისხმობს, მას ასე გორბის ეგზიტ-პოლის მიხედვით შედეგები ასე გამოიყურება. ქართული ოცნება 56.1%, კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამემორია 12.6%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 11.6%, ლელო 7%, გახარია საქართველოსთვის 4.8%, გირჩი 3%, პატრიოტთა ალიანსი 2.2% და სხვა ყველა ჯამში არის 2.7%. მე გეტყვით რომ ცდომილების ზღვარი ეგზიტ-პოლის არის 2.5%. ასევე ამ მონაცემებთან ერთად კიდევ ერთხელ გაგაცნობთ მეთოდოლოგიას ეგზიტ-პოლის. ეს არის ტელეკომპანია იმედის დაკვეთით გორბის მიერ ჩატარებული ეგზიტ-პოლი ქვეყნის მასშტაბით. 100 შემთხვევით შერჩეულ უბანზე ეგზიტ-პოლის კვლევა ტარდება პლანშეტების გამოყენებით, სადაც ამომრჩეველები თავად ნიშნავენ თუ რომელ პარტიას მისცეს ხმა. დამატებით ინტერვიუერები ეკითხებიან დემოგრაფიულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს. მონაცემები ეყრდნობა კიდევ ერთხელ გავიმეორებ. 7.5-მდე გამოკითხულ ამომრჩეველთა პასუხებს ეს მონაცემები დაკორექტირდება შესაბამისად და ცდომილების ზღვარი ამ ეგზიტ-პოლის არის 2.5%. ჭინავა გახლდათ და ტელეკომპანია იმედის დაკვეთით გორბის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები, რომელიც ასახავს 18 საათი და 30 წუთისათვის არსებულ ვითარებას, 56.1%, ქართული ოცნება სწორედ ცენტრალურ ოფისს მმართველი პარტიისას გიჩვენებთ ახლა პირდაპირ ეთერში.